მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ პირველ არხს, ეს კი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი წიგნების თაროა და მე მისი წამყვანი ალექსანდრე ლორჩიფაინძე ვარ. დღეს ჩვენ შოუში მერვედფინალი უნდა ვითამაშოთ მე-13 სტუდენტური სეზონის და მოდით წარმოგიდგენთ დღევანდელი თამაშის მონაწილე გუნდებს. ესენი გახლავთ თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ყინული 9 და კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი აგუერო. აბა როგორ ხართ? კარგად. არა მიშავს, მეც კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს. ორი ძალიან საინტერესო გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. ერთი მხრივ გამოცდილი, მაგრამ ამ შემადგენლობით პირველად მოთამაშე ყინული 9 და მეორე მხრივ აგუერო, რომლის დებიუტიც იქნება დღეს წიგნების თაროში. ესე უნდა გამოვაცხადო ხოლმე ყოველთვის, ხო? არა აგუერო, არამედ აგუერო. აი. აგუერო. კარგი, ვნახოთ აბა როგორ ითამაშებს აგუერო, იმ აგუეროს ცნობილი გოლივით იქნება თუ არა დღეს გატანილი გოლები წიგნების თაროში და რას დაუპირისპირებს მას ყინული 9. წარმატებებს გისურვებთ ორივე გუნდს, აბა თქვენი ცით აჩვენეთ თქვენი მაქსიმუმი და მე კი დამატებითი мотиваციის მოსაცემად გეტყვით, რომ რა თქმა უნდა გამარჯვებული გუნდი მეოთხედ ფინალში გადავა, გააგრძელებს ბრძოლას მე-13 სტუდენტურ სეზონში და საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში კი უკვე გაემგზავრება საზაფხულო სკოლაში კემბრიჯში. მოდი ახლა გავიცნოთ ჩვენი გუნდები უკეთ, ვნახოთ ვინ იბრძოლებენ ამ მერვედფინალში კემბრიჯისთვის და ვნახოთ ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლები მათი მონაწილეობით. პირველ რიგში მოდით გავიცნოთ ყინული 9. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი კონკურენტები ამ ეტაპზე არის გუნდი აგუერო, მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტები არიან. ზუსტად ეს შეიძლება იყოს მათი ყველაზე ძლიერი მხარე, რომ მათგან შეიძლება არ ველოდებოდეთ და უეცრად ძალიან გაიბრწყნენ. ამიტომ ამ ეტაპზე მთავარი აგუეროს გავცდეთ და მერე ყოველ ეტაპზე ჩვენი მთავარი კონკურენტი ზუსტად ის გუნდი იქნება, ვინც შეგვხვდება. მე ჩვენი გუნდი მიწერია, იმიტომ რომ ჩვენ თავს თუ მოვერევით, მერე ყველას მოვერევით და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩვენი თავი არის ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი. მე დავწერე კარიატი და იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია, ნახევარფინალშიც იყვნენ წინა სეზონზეც, იმის წინა სეზონზეც და მგონია რომ იმის წინასაც მგონია რომ ამ სეზონშიც ფავორიტები არიან, ამიტომ თუ შეგხვდებიან, კარგი ბრძოლა მოგვიწევს მათთან, კი. წინა სეზონში ჩვენი მარცხის მთავარი მიზანი იყო კარიატი და კონკრეტულად მარიამ ჯანუაშვილი, საუკეთესო მოთამაშეა ჩემი აზრით, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი თაროელია და აი ესე გვაჯობა, ვერაფერს ვერ ვიზამთით, მიუხედავად იმისა, რომ 9-0-ით დავიწყეთ, ისე შემოგვიტრიალა თამაში, აი არ ვიცი. დაგვიქამბექა ჩაულებრივად და ამიტომ მარიამ ჯანუაშვილი ნამდვილად არის ამ კითხვის პასუხი. ჩემი აზრით პაკეტი იყო ისეთ. ანუ არ ვიცოდი პირველი 3 რაუნდის მერე, რაც მოვიდა ისენი და ვერ მოვიგებდი ფიზიკურად, რაც არ ვიცი როგორ გავუმეცნო. მე დავწერე ბადე, იმიტომ რომ ჩემი აზრით საჩემპიონატო ბადეში შეხვდა ზედმეტად ესეთი ძლიერი გუნდი, რომელიც ამ სეზონზეც თამაშობს, ამ სეზონზეც ფავორიტია და ვერაფერს ვერ გავხდებოდით ფიზიკურად. რაღა შორს წავიდეთ, ბოლო 2 სტუდენტური სეზონის ჩემპიონებს გავიხსენებ, ჰაგაკურე და შემდეგ იყო კრატარეპოა. ორივე ძალიან კარგი გუნდია, სხვათა შორის ჰაგაკური და კრატარეპო ერთმანეთზე შეხვედრილ ფინალში გვახსოვს. და ორივე მაშინაც ჩემი აზრით ორივე იმსახურებდა ჩემპიონობას და საბოლოოდ მაინც აღსრულდა. ჯერ ჰაგაკურე გახდა ჩემპიონი, შემდეგ კრატარეპოა. ამიტომ ჩემთვის ეს ორი გუნდი არის მთავარი ფავორიტი. მე მიწერე ოზიმანდიასი, წიგნების თაროს ისტორიაში და კიდევ სხვა თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად დაკომპლექტებული გუნდი იყო თავისი სკამიანად, რომელიც ყველა ვიდეო შეკითხვა გამოიცნო მაგათმა მე-4 და მე-5 კაცებმა კიდე არ თამაშობდნენ მარტო და რავი, მაგას ძლიერი გუნდი არ ამგონია თავის დროში ყოფილიყოს ან კიდე იყოს.
მე დავწერე ამ შემთხვევაში ორი გუნდი, ან კალაგონი და კრატარეპოა. ნუ კრატარეპოა ბოლო სეზონის ჩემპიონია და იმ სეზონშიც რომელშიც გაიმარჯვეს და წინა სეზონშიც ფავორიტები იყვნენ და ნუ ან კალაგონიც ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ფავორიტი იყო იმ სეზონში რომელშიც გაიმარჯვა და მეც პირადად მქონია მათთან თამაშის გამოცდილება და ნამდვილად ღირსეული ჩემპიონები არიან იმ სეზონის. აპლოდისმენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს 9-9. რა საინტერესო კითხვა-პასუხი იყო, მაგრამ ასეთივე კითხვა-პასუხი ჩვენ გვაინტერესებს აგუეროსგან და მოდით ნახოთ შესაბამისი ვიდეო რგოლი. სათაურიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დებიუტანტები ვართ და გამოუცელები ვართ და რა მომზადებაც ვჭირდება ალბათ. სათაური არ ვიცი ამ წიგნის რა, მაგრამ აგუერო ქვია ჩვენ გუნდს და აგუეროს აქ ავტობიოგრაფია დაწერილი და ალბათ სიმბოლურია რომ მე ამ კითხვაზე არ ვარ კრეატიული და სამივე მეგობრები ვართ და სამი მეგობარი. ტრიუმფალური ჭაღი ჩვენი მეგობრები არიან და კარგად ვიცი რომ ნიკოს შესაძლებლობებს და დარწმუნებული ვარ რომ ამ სეზონში გამოავლენს თავის შესაძლებლობებს და ძალიან ძლიერი მოთამაშეა და ასევე ნიკა მეტონიძე, მასაც საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვიცი რომ საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა და გაგვაცვლიერებთ. მე ნიკა ფიალს ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დროს ნერვიულობთ, ნიკა თითქმის არ ნერვიულობს ხოლმე და ცოტა დაგვაბალანსებდა. მეც ნიკოს დავიმატებდი, იმიტომ რომ ნიკო მოგვიყვანა ჩვენ საერთოდ აროში პირველად და ისეთი მოთამაშეა, რომელიც ყველა გუნდს გამოადგენდა. მე და უკან ორივე სადროს ნიჭზე დავწერეთ. ეს კაცი კითხულობს დიაგონალურად, რომელიც არ ვიცი საბოლოო ჯამში რას ნიშნავს მაინც, მაგრამ ვიცი რომ იმას სწრაფად კითხულობს ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი და ჩემი აზრით ფარული ნიჭია. მე ლუკაზე დავწერე, იმიტომ რომ ყველანაირი წიგნი შეიძლება ქონდეს საკითხი, რომელიც არ გაგიგია რა, რაღაც წიგნს აღმოაჩენ და ლუკას საკითხული აქ აუცილებლად. მე სანდროზე დავწერე, იმიტომ რომ საერთოდ სანდროსგან გავიგე რომ ეგ ნიჭი არსებობს და ჩემთვის საკმარისი კრიტერიუმი არის და უცნაური იყო და თან ფარული. მე დავწერე რომ ჩემს გუნდზე სუპერზალა არ ვჭირდებათ, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგები არიან. ჩვენ მეგონი მაგდენი აღარ ვიფიქრეთ, მაგრამ სუპერზალები დავჩამოვწერეთ. ლუკაზე მიწერია აზრების კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოკლედ სანამ რაღაცას ვიტყვი მანამ ამბობს ხოლმე იმასაც უნდა ვთქვა და მაგიტო ეგ გავახსენ და სანდროზე ესეთი გაუჩინარების სუპერზალა. ხო, არ მე და სანდრო ეტყობა, ვხედავთ ხოლმე ხშირად ერთმანეთს და ერთმანეთზე ეგ დავწერე. მე ლუკას ტელეპორტაცია დავწერე, იმიტომ რომ ჩემს ისე ამოვნებდა მაგ სუპერზალით რა და ლუკას ისე ამოვნებდა ჩემსით. მოდი გადაშალოთ. ამიტომ გაუჩინარება და ტელეპორტაცია. აპლოდისმენტები კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს აგუერო. მე მგონი გვიახლოვდება ის წამი, როცა თამაში უნდა დავიწყოთ. მე კი მანამდე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ჩვენი გენერალური სპონსორია წყალი მთის იცხოვრე სრულყოფილად. და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. დავიწყოთ მეგობრებო თამაში. დავიწყოთ თამაში წიგნებისთარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. თქვენ უნდა გამოიცნოთ პერსონაჟი, რომელიც 21 საუკუნეში გამოჩნდა და ავტორის შემოქმედებაში გამორჩეული. გმირი საკმაოდ ახალგაზრდა, რის გამოც ტრაგედიამდელ ცხოვრებაზე მხოლოდ ბუნდოვანი მოგონებები აქვს შემორჩენილი. მის თვისებებს შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ ცნობის მოყვარეობა და სიმამაცე. ის არ უშინდება საკმაოდ რთულ და გამოწვევებით ახსავსე მოგზაურობას. სერიის განმავლობაში ის არაერთ ტრანსფორმაციას განიცდის. ეგებება მორალურ დილემებს. იგებს სიმართლის უფრო და უფრო მეტ დეტალს და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ის ვიდეო თამაშების მოყვარულებს შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. გეტყვით იმასაც, რომ პერსონაჟს მშობლები არ ჰყავს, რის გამოც იგი სადგურის ავტორიტეტული ფიგურის აღზრდილია.
ვერსია არ ჩანს. 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. აჭერს ყინული 9. არტიომი იყოს გლუხოვსკის მეტოდი. არტიომი. კი. ვისი აღზრდილია ხო არ გახსოვთ? ისა ჩუჟოი. სუხოის, კი, ეს სწორი პასუხია. ეს არის არტიომი ნამდვილად. დიმიტრი გლუხოვსკის მეტროს ტრილოგიიდან მეტრო 2033, 34 და 35 შესაბამისად და მთავარი გმირი არის არტიომი. 2033-ში და 35-ში მთავარი გმირია და 2034-შიც არტიომია მთავარი გმირი, ოღონდ სხვა არტიომი. ეს ძალიან უცნაური რაღაცა არის გლუხოვსკის ამ ტრილოგიაში, მაგრამ ხო, ესე არის. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი იყო არტიომი. ნამდვილად 2-0 ხდება შედეგად ანგარიში, ლეონი წინ გადის პირველი რაუნდის შემდეგ, ხო არ ქონდათ ვერსია შემთხვევით. კარგი, მაშინ აი ჩავთვალოთ, რომ პირველი რაუნდი პირველი კვერი კუტია, ესეთი ანდაზა არსებობს და შეიძლება პირველი რაუნდიც ასეთი იყოს, მაგრამ შემდეგი რაუნდებიდან უფრო თამამად ითამაშეთ ჩემო მეგობრებო. მეორე რაუნდი, ციტატა. ხო, ალბათ შეიძლება ამას პაემანი დავარქვათ. უფრო შესაფერისი სიტყვა ვერ მომიფიქრებია. ამჯერადაც ქუჩაში ვისეირნეთ, სადღაც ყავის დასალევადაც შევჩერდით. მერე ისევ გზას გავუყევით. საღამოს ვივახშმეთ და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ. ქალი ძაღლითაა მგონი ჩეხოვის. ქალი ძაღლით. ასე დეტალურად გახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები ამ აუ რაღაცა იგაა მგონი რა. მოთხრობაში. ანიგან მეორეც. არ არის ეს სწორი პასუხი ლევან, არა. ეს არ არის ქალი ძაღლით და ამჯერად შეკითხვას ვაგრძელებ აგუეროსთვის. ამჯერადაც ნაწყვეტ ლაპარაკობდა. დიდად არ განიცდიდა ამას და არც მე ჩავციები ვარ. ბევრ ამაზე კი ვილაპარაკეთ. მგონი ყველაფერზე, რაც თავში აზრად მოგვივიდა. ყოველდღიურ რეჟიმზე, სასწავლებლებზე. პატარ-პატარა ამბებსაც ვიხსენებდით ჩვენი ცხოვრებიდან, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. წარსულის შესახებ კრინტი არ დაგვიძრავს. ძირითადად მდუმარებს სეირნობდით დიდხანს, უთავბოლოდ. საბედნიეროდ, ტოკიო იმხელა ქალაქია, ფეხით მას ვერც ვერასდროს შემოვივლიდით. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ასე ხდებოდა. სეირნობდით, ის წინ მიმიძღოდა, მე კი ოდნავ უკან ვრჩებოდი. ვერსია არ ჩანს 30 წამი იფიქროს აგუერო. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და ესე იგი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო კავკასიის უნივერსიტეტმა, რომ მოისმინოს დამატებითი მინიშნება. კეთილი. ბახის კიდევ რაღაც დაუკრა. ფრაგმენტი რომელიღაც სუიტიდან. თვალს სანთლის ალს ვერ ვაშორებდი, ღვინოს სტრუპავდი. რეიკოს ბახს უსმენდი და თანდათან დაძაბულობა მეხსნებოდა. რეიკო ბახს რომ მორჩა. ნაოკომს თხოვა, ახლა ბითლზის რამე დაუკარიო. 3. ნორვეგიული. ეს არის ნორვეგიული ტყე, რა თქმა უნდა, ჰარუკი მურაკამის ნაწარმოები, რომლის სათაურიც ბითლზის სიმღერის სათაურს წარმოადგენს, არა და ამაზე იყო სწორედ სულ ბოლო მინიშნება. 2-1 ხდება ანგარიში ერთგულამდე ამცირებს სხვაობას აგუერო. აი, მეორე რაუნდიდან უკვე გახსნეს თავისი ანგარიში წიგნების თაროში და ნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი თამაში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. თქვენ უნდა გამოიცნოთ მრავალი საუკუნის წინ შექმნილი ტექსტი, რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ნაშრომი გამორჩეულია როგორც ავტორის შემოქმედებაში, ისე ზოგადად დასავლური აზრის ჩამოყალიბებისთვის. როგორც ვიცით, ნაწარმოები 4 წლის განმავლობაში იწერებოდა.
ის 13 წიგნისგან შედგება, რომლის ნაწილით სხვადასხვა ფილოსოფიური თუ ცხოვრებისეული საკითხების განხილვას ეძღვნება. დანარჩენი კი ავტორის პირად გამოცდილებაზე მოგვითხრობს. ის საკუთარ ბავშვობაზე, ცოდვილ ცხოვრებაზე და საბოლოოდ ჭეშმარიტებამდე მიმავალ გზაზე წერს. საინტერესოა, რომ ნაწარმოებს ხშირად პირველ ავტობიოგრაფიულ ნაშრომადაც მოიხსენიებენ. ბოლოს გეტყვით, რომ რომის იმპერიაში დაბადებული აგუერო. ისმენთ? თქვი რამ? არ გაქვთ ვერსია? მაგას ფიქრები. მაგრამ ფიქრები. ავრელიუსი. ეს არ არის სწორი პასუხი, ლუკა. არა. ეს არ არის სწორი პასუხი და ვაგრძელებ შეკითხვას ყინული ცხრისთვის. ბოლოს გეტყვით, რომ რომის იმპერიაში დაბადებული ავტორი ქრისტიანობისთვის ძალზე ავტორიტეტული ფიგურაა, რის ერთ-ერთ მიზეზსაც სწორედ გამოსაცნობი ტექსტი წარმოადგენს. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ, მეგობრებო. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას ამჯერად ყინული ცხრა მოისმენს. გამოსაცნობი ტექსტი 397-400 წლებში უნდა იყოს დაწერილი. მისი ავტორი ნუმიდიაში დაიბადა და მანიქეველური რწმენით გაიზარდა. ხოლო 386 წელს ქრისტიანად მოინათლა. ნაწარმოებში ის ღიად საუბრობს თავის წარსულ ცოდვილ ცხოვრებაზე, რაზეც ტექსტის სათაურიც მიგვანიშნებს. 3, 2, 1. არ მოგაფიქრდათ არაფერი, რაც ესადაგებოდა ამ აღწერას. უნდა თუ რაღაცა გეთქვია. არა? აგუეროს ხო არ მოვიდა რაიმე ვერსია. ეს ძალიან ხშირად ციტირებადი ქრისტიანი მოღვაწე არის ნეტარი ავგუსტინე. ამ ტექსტს კი ქვია აღსარებანი. აღსარებანი. ანუ ცოდვილ ცხოვრებაზე რომ ღიად საუბრობს, ეს ერთგვარი აღსარებაა, რა თქმა უნდა და ამაზე იყო მინიშნება. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. დაასახელეთ ერთგვარი ტიტული, რომელიც მრავალი საუკუნის წინ გაჩნდა და დღემდე ინარჩუნებს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს. საინტერესოა, რომ ის თავდაპირველად ეგვიპტესა და სირიაში იყო გავრცელებული და შემდგომ დამკვიდრდა ევროპულ ქვეყნებშიც. შუა საუკუნეებში, როცა მონასტრები განათლების სკერების როლსაც ითავსებდა, ამ ტიტულის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული გავლენა ჰქონდათ საერო ცხოვრებაზეც. თუმცა რეფორმაციამ ეს ყველაფერი შეცვალა. როგორც წესი, აღნიშნული ტიტულის მქონე ადამიანების მოვალეობას, ინდივიდების სულიერი წინამძღვრობის გარდა, სამონასტრო დისციპლინასა თუ სხვა პრაქტიკულ საკითხებზე ზრუნვაც წარმოადგენს. ლიტერატურაში ამ ტიტულს არაერთი პერსონაჟი ატარებს. მათ შორის მე-19 საუკუნეში დაწერილი რომანის გმირი. აბატი იყოს. აბატი. აბატი ფარია არის მონტე-კრისტოში, მისი მეგობარია. აბატი. კი. არა? არა. აბატი სწორი პასუხია, მეგობრებო, ეს არის აბატი ნამდვილად და შემდეგ უკვე მთელი სააბატოები შეიქმნა მოგეხსენებათ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ერთეულები ქრისტიანულ იერარქიაში. 3 ქულა დაემატა ყინულ ცხრას და 5-ით 1 ხდება ანგარიში მეოთხე რაუნდის შემდეგ. წინ კი გვაქვს ბუნებრივია მეხუთე რაუნდი. ვიდეო შეკითხვა. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწერა და ავტორის შემოქმედებაში ყველაზე ცნობილი ტექსტია.
აღსანიშნავია, რომ რომანი მწერლის თანამემამულე საკულტო ავტორს ეძღვნება. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ნაწარმოების წინასიტყვაობაც. წიგნში მოქმედება ქვეყნიერებისგან მოწყვეტილ ადგილას მიმდინარეობს. დასაწყისში ჩნდება განცდა, რომ საქმე მისტიკურ მოვლენებთან, ან მთხრობლის ჰალუცინაციებთან გვაქვს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს მეცნიერული ახსნა მოეძებნება. სამხრეთ ამერიკელი ავტორი შესანიშნავად აღწერს მიმალვაში მყოფი დამნაშავი შიშებს და მის სიგიჟესთან მიახლოებულ მდგომარეობას. აჭერს ყინული 9. პირველ ნახევარშია? არა. კაი, თქვენ. მორელის გამოგონება? მორელის გამოგონება. ეთახმები მონიკა? გონი მიუსხონა რა. ანუ პიორ კასარის მარკეს ბორხეს მიუსხონა. არა, კაია რა. ბორხეს. თუ არც. პერიოდი არ ემთხვევა მგონი. პიორი კასარის. არა, როგორ არის? პირველ ნახევარი. მაშინ ეგ არის. ეს არის მორელის გამოგონება. ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ეს სწორი პასუხია და კიდევ 3 კულა მიდის აქტივში, რომელსაც ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და 8-1 ხდება შედეგად ანგარიში. 5 რაუნდი გავიარეთ, მეგობრებო, 4 რაუნდი გვაქვს წინ, მოემზადეთ ყურადღებით, მე-6 რაუნდი. ასოციაცია. შთაგონება, მუშაობა, გავლენა, სურვილი, შიში, ცოდვა, თვითმკვლელობა, ძმა, მსახიობი, მკვლელობა, ჰედონიზმი, ნარცისიზმი, გადამალვა, ლორდი, ახალგაზრდა მამაკაცი. აგუერო აჭერს? დრო უნდა ჩერდებოდეს. დრო უნდა ჩერდებოდეს. ვახ, საინტერესო ვერსია არის. თუ გადავხედავთ შეკითხვაში არსებულ ასოციაციურ მინიშნებებს, საინტერესო ვერსია, მაგრამ არ არის ეს სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი, შესაბამისად 30 წამი აქვს ფიქრისთვის ყინულს. დორიან პორტრეტი. უცებ გაგინაცდათ ხო, მიხვდით, ეს სწორი პასუხია. მიხვდით, რომ წინ გქონდათ პასუხი და სადღაც მე მგონია რომ ართულებდით ძალიან მსჯელობას, ხო? იმიტომ რომ მსახიობს ვეძებდით და გაახსენა მონიკას. მსახიობი ლორდი, ახალგაზრდა მამაკაცი, ნარცისი და საკმარისი მინიშნებებია, რომ მიხვიდე ამ პასუხამდე. ეს არის დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდის, რა თქმა უნდა, 2 კულაზე გამოიცნო ილიაუნმა და 10-1 ხდება ანგარიში. 9 კულით დაწინაურდნენ ყინული 9-ს მოთამაშეები, მაგრამ 3 ძირითადი რაუნდი სათამაშო გვაქვს და ზუსტად 9 კულა შეიძლება ამოიკაჩოს, მოემზადეთ მეგობრებო ამისთვის. მე-7 რაუნდი, ავტორი. გამოიცანით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული ავტორი. მან საკმაოდ კარგი განათლება მიიღო, რასაც ევროპაში მოპოვებული დოქტორის ხარისხიც ადასტურებს. გამოსაცნობი ადამიანი მუდმივად ჩართული იყო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შორის იყო ცნობილი ლიტერატურული გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელი. ასევე წარმოადგენდა საკუთარ სამშობლოს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. ავტორი თავის ქვეყანაში ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა ჰქონდა ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიას. აღსანიშნავია, რომ წერლის ტექსტებს დადებითად აფასებდნენ იმდროინდელი ევროპული ლიტერატურის მნიშვნელოვანი მოღვაწეები. გეტყვით იმასაც, რომ წერლის გამორჩეულ ნაწარმოებთა უმრავლესობა ემიგრაციაში დაიწერა. გრიგოლ რობაქიძე. გრიგოლ რობაქიძე.
გერმანიაში იყო ემიგრაცია. დოქტორის ხარისხი. ქონდა კი. დოქტორის ხარისხი. ევროპაში გერმანულადაც წერდა და და დადასტურებულად ვიცით რომ ნობელზეც იყო წარდგენილი ასევე თავის დროზე. ეს არის გრიგოლ რობაქიძე, ეს სწორი პასუხია, ნამდვილად გამორჩეული ქართველი მწერალი, ქართული რომანის ერთ-ერთი მოწინავე ხმა და ცისფერ ყანწელთა დაარსებაშიც დიდი წვლილი მიუძღო და სწორედ მას მიუხედავად იმისა რომ უფროსი იყო ასაკით დანარჩენ ცისფერ ყანწელებზე, ესეთი დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა მათში. ეს სამი ქულა კიდევ ყინული ცხრას აქტივში გავაგრძელოთ ჩვენი თამაში, მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. აჭერს ყინული ცხრა? აბრაკია. ეს არ არის სწორი. ეს არ არის სწორი პასუხი, ნამდვილად ვერსია არ გაქვთ. 30 წამი იფიქრეთ. საჭადრო ნოველა. ეგრეფია? საჭადრო ნოველა. საჭადრო ნოველა არქია? ეგრე საჭადრო ნოველა. საჭადრაკო ნოველა ხო არ არის? საჭადრაკო ნოველა, კიდევ ერთი ცნობილი ნაწარმოები, რომელშიც ჭადრაკია, მაგრამ არც ეს არის სწორი პასუხი. არა, არც ეს არის სწორი პასუხი. რაღაცა ძალიან ახალი ეკრანიზაცია იყო ბოლო დროს სახელგანთქმული. ეს არის ლაზიერის გამბიტი, მეგობრებო, ლაზიერის გამბიტი. Bet Harmony არ გამოვაჩინეთ სპეციალურად, ბუნებრივია. ძალიან გაამარტივებდა ანია ტეილორ-ჯოის დანახვა, მაგრამ დანარჩენით შეიძლებოდა ამოცნობა ამ ნაწარმოების. ანგარიში უცვლელია შესაბამისად და მე-9 რაუნდი, ნაწარმოები. ეს ნაწარმოები გასული საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა. არსებობს ვერსია, რომ წიგნის შექმნის შთაგონებად იქცა პოლონელი ლტოლვილის ისტორია, რომლის გაცნობის შემდეგაც ავტორი აუშვიცის ბანაკს ეწვია. წერლის შვილი იხსენებდა, რომ მამამის თხზულების ძირითადი მონახაზი დაესიზმრა. ლიტერატურათმცოდნეები კი ამტკიცებდნენ, რომ რომანის მთავარი პასაჟი ჰანა არენდტის ტოტალიტარიზმის საწყისებიდანაა აღებული. წიგნს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ის აკრძალეს საბჭოთა კავშირსა და პოლონეთში. ხოლო დასავლეთში მწერალს ჰოლოკოსტის არასწორად გააზრებაში დასდეს ბრალი. რომანის მოქმედება ბრუკლინში იწყება, როცა პერსონაჟი საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილ ქალს გაიცნობს. ესაა ქალი, რომელიც ნაცისტებმა ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დააყენეს. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. სამი 2 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წაგიკითხავთ. გამოსაცნობი რომანი 1979 წელს გამოიცა. მომდევნო წელს კი ამერიკის შეერთებული შტატების წიგნის ეროვნული პრემია მიიღო.
წიგნს სახელი 3 წლის შემდეგ გადაღებულმა ეკრანიზაციამაც გაუთქვა, რომელშიც მთავარი გმირის როლს მერილ სტრიპი ასრულებს. როგორც უკვე ვახსენეთ, ნაწარმოების მთავარი გმირი ქალია, რომელიც ურთულესი დილემის წინაშე იდგა. უნდა გადაეწყვიტა საკუთარი შვილებისგან, რომელი იცოცხლებდა. 3 2 1 ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე, ურთულესი დილემის, ანუ რის წინაშე? არჩევანის. ეს არის სოფის არჩევანი, მეგობრებო, რა თქმა უნდა. სოფის არჩევანი უილიამ სტაირონის რომანია. ფილმი კიდევ უფრო ცნობილია, შეიძლება, ყოველ შემთხვევაში წიგნზე არანაკლებ და რა თქმა უნდა, ესეთი დილემა დაუდგა სოფის. ვერ გამოვიცანით სამწუხაროდ ეს შეკითხვაც მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი სინონიმი ვახსენეთ, მაშინვე გაიჟღერა სწორმა ვერსიამ, მაგრამ მანამდე როგორც ჩანს არ გაჩნდა ეს ვერსია. ასე თუ ისე ანგარიშია 13-1 და ჩვენ ამოვწურეთ პირველი ეტაპი, ძირითადი რაუნდების ეტაპი და ახლა გადავდივართ ქართულ რაუნდებზე. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. მოემზადეთ მეგობრებო, პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. თქვენ უნდა გამოიცნოთ საუკუნეების წინ დაბადებული ადამიანი. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, რასაც წინააღმდეგობრივმა ისტორიულმა წყაროებმა შეუწყო ხელი. ის ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შემდგომში კი სრული ძალაუფლება იგდო ხელთ. მის მეფობაში გამოსარჩევია განძის ათაბაგის წინააღმდეგ ლაშქრობა, ასევე ნახჭევანის და არზრუმის ხელახლა დამორჩილება. კარიბჭე არ მოხს, დემეტრე პირველი. დემეტრე პირველი. კარიბჭე მოხს, რა წამოიღო ის. ეს არ არის. არა. ეს არ არის სწორი პასუხი ამ შეკითხვაზე, ლევან, და ვაგრძელებ აგუეროსთვის ყურადღებით. ის ასევე ემზადებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ გეგმა აღმოსავლეთიდან მტრის შემოსევამ ჩაუშალა, რასაც თავად ამ მეფის გარდაცვალება და საქართველოს ოქროს ხანის დასასრული მოჰყვა. ისმენთ? ლაშა გიორგი? ეს არის ლაშა გიორგი, ეს სწორი პასუხია. ლაშა გიორგი გნებავთ გიორგი მეოთხე ოფიციალურად ქრონიკებში. ორი ქულა აგუეროს და გავგრძელოთ თამაში. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. დაასახელეთ ჰიდრონიმი, რომელიც თოვლის წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება. მისი სათავე ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრზე მდებარეობს. მდინარის აუზში 350.000 ადამიანი ცხოვრობს და ის სამი მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული. გამოსაცნობი ჰიდრონიმის ქართულ ეტიმოლოგიაზე არაერთი ვერსია არსებობს. მათ შორის უკავშირებენ ლაზური ტომის სახელწოდებას, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე მას ქანიხჩაი ეწოდება. დასასრულს გეტყვით, რომ ჰიდრონიმის სიგრძე 390 კილომეტრია, რაც საქართველოს უგრძეს მდინარედ აქცევს. აბა? აი, რომელია? რომელია? ვაი, მე გისმენთ? 3 2 თქვა და არ არის. რა? რა თქვი, ვერ გავიგე? ვერ გავიგე. რიონი ვთქვი, მაგრამ არ არის ეს სწორი. რო თქვა, მაგრამ არ არის. ისმენთ? ალაზანი. ეს არის ალაზანი, ეს სწორი პასუხი. ეს სწორი პასუხი. ლაზური, ალაზანი. ხო. კიდევ ორი ქულა დაიმატა აგუერომ აქტივში, 13-5 ხდება ანგარიში შედეგად და მესამე ქართული რაუნდი, კულტურა.
თქვენ უნდა გამოიცნოთ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ძირითადი ნაწილის მშენებლობა 3 ნაწილად წარიმართა, რომელთაგან პირველი მე-7, ხოლო ბოლო მე-17-მე-18 საუკუნეებით თარიღდება. სავარაუდოა, რომ ღვთისმშობლის ეკლესია მე-7 საუკუნეში უნდა აშენებულიყო. ხოლო კომპლექსის სხვა ნაწილები მშენებლობის შემდგომ ტალღებს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ სწორედ მის სიახლოვეს მდებარეობს ისტორიული ხიდი, რომელიც თამარის ხიდის სახელითაცაა ცნობილი. დასასრულს გეტყვით, რომ გამოსაცნობის სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში იდენტური სახელწოდების მქონე სოფლის მიდამოებში მდებარეობს. 3 ისმენთ? ტენისიონია? არა. ეს არ არის ატენისიონი ნამდვილად. ეს არ არის სწორი პასუხი. აგუეროს აქვს უფლება დააფიქსიროთ თავისი ვერსია? შიომღვიმე. შიომღვიმე? არა. ზუსტად. ეს არის სწორი პასუხი. კასპის რაიონში, მეგობრებო, სხვათა შორის თბილისის სკოლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საექსკურსიო დანიშნულების პუნქტიც არის ხოლმე. ეს არის რკონი. კეთილი, ზოგად რაუნდებს მივადექით ამასობაში და ხელოვნების რაუნდზე ვინ ითამაშებს, აბა დარჩით. მარი, ლუკა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. დაასახელეთ თავის სფეროში უდავოდ გამორჩეული ხელოვანი, რომელიც მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაიბადა. ის კარიერის ადრეულ ეტაპზე რადიოშიც მოღვაწეობდა. შემდგომში კი ჰოლივუდში გადაინაცვლა. მისი შემოქმედება გამოირჩევა არაწრფივი თხრობით და კამერის უჩვეულო კუთხეებით, რაც იმ პერიოდისთვის ინოვაციური იყო. რეჟისორის მიერ 40-იან წლებში გადაღებული პირველივე ფილმი, რომელშიც მთავარ როლს თავადვე ასრულებს, დღემდე კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ მის კარიერას მუდმივად თანსდევდა კონფლიქტები და წინააღმდეგობები. მიუხედავად ამისა, კინოზე მისი უდიდესი გავლენის ეჭქვეშ დაყენება შეუძლებელია. 3 2 ჰიჩკოკი იყოს უბრალოდ. ჰიჩკოკი. ეს არ არის სწორი პასუხი, ლუკა. ეს არ არის სწორი პასუხი. მარი, შენი ვერსია? კემერონი. ჯეიმს კემერონი. არა. არც ეს არის სწორი პასუხი, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაიბადა. ძველია უფრო და არაერთი კინოკრიტიკოსის აზრით მისი ყველაზე ცნობილი ფილმი კინოს ისტორიაში საუკეთესოდაც კი არის მიჩნეული. ეს არის მოქალაქე კეინი. რეჟისორი გახლავთ ორსონ უელსი, რა თქმა უნდა. ორსონ უელსი. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ, მეგობრებო. მონიკა, სანდრო, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. გამოიცანით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული მეცნიერი, რომლის ხედვებსაც თავისუფლად შეგვიძლია რევოლუციური უწოდოთ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის ინდოეთში მუშაობდა, თუმცა შემდგომ კემბრიჯში დაბრუნდა და ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობას მიჰყო ხელი. იგი ყველაზე მეტად ცნობილია 30-იან წლებში გამოქვეყნებული ნაშრომით, რომელშიც ეკონომიკის კლასიკურ მოდელს დაუპირისპირდა. გამოსაცნობი ადამიანი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ეკონომისტად და მაკროეკონომიკის მამად მიიჩნევა. ჯონ მეინარდ კეინზი. ეს სწორი პასუხია, ეს არის ჯონ მეინარდ კეინზი და კეინზიანური ეკონომიკის დამფუძნებელი და ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს დღესაც კი მაკროეკონომიკაში კეინს. ორი ქულა აგუეროს სპორტის რაუნდზე მოთამაშეები მობრძანდით. ლევან, ლუკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. თქვენ უნდა დაასახელოთ სპორტის სახეობა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ მის შემქმნელს ისეთი დისციპლინის ჩამოყალიბება სურდა, რომელიც მსგავსი სახეობებისგან მეტად სპორტული ხასიათით იქნებოდა განსხვავებული. ის ორ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული. სეირიო კუძენიო, ანუ ენერგიის ეფექტური გამოყენება და ჯიტაკიოეი, ანუ ორმხრივი სარგებელი და ურთიერთდახმარება. გეტყვით იმასაც, რომ გამოსაცნობ სპორტის სახეობაში განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან საქართველოს წარმომადგენლები. სუმო. რა? სუმო. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. ლევანისთვის გავაგრძელებ შეკითხვას. საქართველოს წარმომადგენლები, რომელთაც მის მთავარ ტურნირებზე არაერთი ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ძიუდო? ეს არის ძიუდო, ან ჯუდო როგორც გენებოთ, რა თქმა უნდა. ჯუდო, აგერ ბოლო ოლიმპიადაზეც დამტკიცდა ეს ყველაფერი, რომ ძალიან წარმატებულია საქართველოს ამ სპორტის სახეობაში. 15-7 ხდება ანგარიში და ბლიცი ვითამაშოთ, მობრძანდით მაგიდებთან ბლიცის მოთამაშეები. მონიკა, ლუკა, ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. დავიწყოთ ბლიცი, პირველი მონიკამ უნდა ითამაშოს, მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი მონიკასთან. დავიწყოთ. სადორი ავტორია ნილ გეიმანი. ამერიკა. ბრიტანელი მიშელ უელბეკის კუნძულის შესაძლებლობა. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარი? მე-18. მე-17 რომელი კაპიტნის გემია დუნკანი? გრანტი. სწორედ რა ქვია ოთარ ანთქმევის ვაჟს? გიორგი. სწორედ პოტრიადაში რა გვერდია პროფესორი ჰორაციო? სალფონი. სწორედ ლიოსას ქალაქი და? ზაღლები. სწორედ რა ქვია ბრედბერის პერსონაჟი მონტექს? კაი. სწორედ რა სახელით ვიცნობ ნატაშა რომანოვას? შავქრივი. სწორედ ვინ დაწერა გადამალვა? შუბლაძე. შუღლაძემ დოსტოევსკის იატაკ ქვეშეთის? ჩანწერები. სწორედ რა გვერდია ჰაინლაინის პერსონაჟი ვალენტაინ მაიკლი? სვიტი. სწორედ ვის პერსონაჟია მისტერ როჩესტერი? შემდეგი. შალტა ბრონტეს, რომელ ომში იბრძვის იოს არიანი? მეორე მსოფლიო. სწორედ ვის ლექსია საღამო გამოსალმებისა? ორბელიანი. სწორედ პეროტასთან რა ქვია კევინ გარვის ვაჟს? შემდეგი. ტომი როგორი სანაპიროა მაკეონის წიგნის? სწორედ ორჰან ფალმუქის მეწითელი? ქვია. სწორედ შექსპირის რომელ პიესაში ხვდებით იაგოს? ოტელო. სწორედ ვინ დაწერა გმირთა ვარამი? სანიკიდა. გოთუა რა ქვია ტრამვაის უილიამსის პიესის სათაურში? ტენესი. სურვილი, ვისი წიგნია ჰილ ჰაუსის მოჩვენება? შემდეგი. შირლი ჯექსონის რომელი წიგნის გმირია უილიამ ბასკერვილელი? ვარდის სახელი. სწორედ ვის ლექსია მირაბოს ხიდი? აპოლინერი. სწორია. დრო ამოიწურა და მონიკამ დააგროვა 17 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მონიკას. მე კი ვინაცვლებ ლუკასკენ, რომელსაც ასევე მოუწევს ახლა ბლიცის თამაში. მზად ხარ ამისთვის? კი. დავიწყოთ ბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ. სადორი ავტორია პატრიკ როთფუსი? ამერიკელი. სწორედ მიშელ უელბეკის ელემენტარული? ნაწილაკად. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა გარგანტუა და პანტაგრუელი? მე-19. მე-16 რომელი კაპიტნის გემია პეკოდი? გრანტის. აჰაბის რა ქვია ხევისბერი გოჩას ვაჟს? ონის. სწორედ პოტრიადაში რა გვერდია პროფესორი სიბილი? არ ვიცი. ტრელოუნი ლიოსას ხუთი? კუთხე. სწორედ რა ქვია ორუელის პერსონაჟი სმითს? არ მახსოვს. უინსტონი რა სახელით ვიცნობთ ბარი ალენს? არ ვიცი. ფლეში ვინ დაწერა დაშლა? არ ვიცი. გაბუნიამ დოსტოევსკის თეთრი? ღამეები. სწორედ რა გვერდია ჰაინლაინის პერსონაჟი დენიელ ბუნი? არ ვიცი. დეივისი ვისი პერსონაჟია მისტერ დარცი? არ ვიცი. ოსტინის რომელ ომში იბრძვის ფრედერიკ ჰენრი? პირველ მსოფლიო. სწორედ ვისი ლექსია ვაჰდრონი დრონი? ბარათაშვილი. ალექსანდრე ჭავჭავაძის პეროტასთან რა ქვია კევინ გარვის ქალიშვილს? არ ვიცი. ჯილი რისი ბაღია მაკეონის წიგნის სათაურში? არ მახსოვს. ცემენტის ელიფ შაფაკის სიყვარულის 40? სწორედ შექსპირის რომელ პიესაში ხვდებით მერკუციოს? ოტელო. რომეო და ჯულიეტა ვინ დაწერა ტროფობა წამებული? არ ვიცი. ბარნოვი თუნუქის როგორ სახურავზეა კატა უილიამსის პიესის სათაურში? არ მახსოვს. გახურებულ ვის წიგნია როზმარის შვილი? არ ვიცი. აირა ლევინის რომელ წიგნის გმირია სიმონე სიმონინი? ისა ვარდის სახელი. პრაღის სასაფლაო. დრო ამოიწურა. ლუკამ დააგროვა 7 სწორი პასუხი სადებიუტო ბლიცში და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ კი ანგარიშით 32-14 მეოთხედფინალში ადგილს იბევებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ყინული 9. გილოცავთ მეგობრებო, მონიკა, ლევან, მარი გილოცავთ. წინ შემდეგი ბრძოლა გაქვთ და წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, მეოთხედფინალში. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ყინული 9-ს. მე გთხოვთ, რომ ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ამ სეზონიდან დებიუტანტი გუნდი აგუერო
კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც იბრძოლა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მეტოქე ჰყავდა, იბრძოლეს, ქულებიც მოიპოვეს, საბოლოოდ დამარცხდნენ, მაგრამ რა გაეწყობა, მეგობრებო, ეს თამაშის წესია, რომ ერთი გუნდი მარცხდება. სამომავლო წარმატებებს უსურვებ თქვენ გუნდს. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ აგუეროს. მე დაგემშვიდობებით, გპირდებით, რომ ერთმანეთს შევხვდებით კვლავაც ამ შოუში, თქვენ უყურეთ წიგნების თაროს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას. ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს ცილის დრო, and ვინზენთან გელოდები ჩვენთან. ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს ცილის დრო, and ვინზენთან გელოდები ჩვენთან. ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს ცილის დრო, and ვინზენთან გელოდები ჩვენთან. ან ბან განდონ ჩვენ არა გვაქვს ცილის დრო, and ვინზენთან გელოდები ჩვენთან. შენ ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი